საპრემიო სისტემა ქედის გამგეობაში. ახალი მოწვევის საკრებულოსა და გამგეობაში 100%-იანი პრემია სამჯერ გაიცა. 11 თვის განმავლობაში გამოყოფილი პრემია ჯამში დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს. წახალისებას, რომელიც უმრავლესობის თქმით ციფრებში დამსახურების მიხედვით გამოიხატება, ოპოზიცია იწუნებს, თუმცა მათი ნაწილი აღმოჩნდა, რომ პრემიებზე უარს არ ამბობს. საპრემიო პოლიტიკა შემცირდა. საპრემიო პოლიტიკის შეცვლამდე წელს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს პრემიის სახით 5300 ლარი აქვს აღებული, მოქმედს კი 7950. თვითმმართველობის არჩევნებამდე 50%-იანი პრემია 4-ჯერ გაიცა. ახალი მოწვევის საკრებულოსში კი 3-ჯერ 100%-იანი. საკრებულოს 37 თანამშრომლის წახალისებისთვის საპრემიო ფონდიდან 11 თვეში გახარჯულმა თანხამ ჯამში 113,780 ლარი შეადგინა. ამ კანონებზე და იმაზე შეობა პატარა საქმე არ არის. ეკუთვნით იმათ, რომ ტვინით აზროვნებენ და მერე გადაწყვეტილებას ეხებოდნენ, რომელიც ხალხის სასიკეთო არის. პრემია ავიღე 5-ჯერ. თანამშრომელთა დამსახურებაზე საუბრობს დავით დუმბაძეც, რომელსაც გამგეობის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად 3,50%-იანი და 3,100%-იანი პრემია ჯამში 11,925 ლარი დაერიცხა. გამგეობაში წელს პრემიებზე სულ 362,340 ლარი დაიხარჯა. აბსოლუტურად ყველა გოლმა წარმატებით იმუშავა და ყველა იმსახურებს ამ პრემიის მიღებას. საპრემიო პოლიტიკას იწუნებს და თანამშრომელთა დამსახურებას ვერ ხედავს უმცირესობა, მათ შორის ვაჟა ბოლქვაძეც, რომელიც როგორც ფრაქციის თავმჯდომარე პრემიას დღემდე იღებს. როცა საკრებულოს არც ერთ წევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი საკითხიც არ გამოუტანია, პრემია აიღოს და თუ გინდა მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაკები, რაზე ღებულობენ პრემიას. ძალიან შეჭირვებული ხალხი ცხოვრობს ჩვენ გვერდით, თუნდაც ისა რომ დაუშვათ 150 ლარი პენსია და შენ სადღაც ხელფასებულობ და კიდე ამ გადიდებულ ხელფასებს დანამატს. ნამდვილად ეს უხერხულება იყო, ჩვენ ამაზე თავის დროზე ვიბრძოლებთ, მაგრამ უმრავლესობამ აქ ხელისაწევით წყდება ყველაფერი თავისი გაიტანა. 2015 წელს საპრემიო ფონდი მცირდება, ის 240,000 ლარით განისაზღვრა. არ ვფიქრობ, რომ მე ყველა პრემია უნდა ავიღო, თუ მართლა შევასრულე იმდენი რაღაცა, რომ მეკუთვნის პრემია კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ პრემიას სხვა დანიშნულებით გავუშვებთ, უარს ვიტყვით მის მიღებაზე. დავეხმაროთ სოციალურად შეჭირვებულს. ახალი სტანდარტების დაწესებამდე წლის ბოლოსთვის ხელფასთან ერთად თანამშრომლები 50%-იან პრემიასაც მიიღებენ.